მოგესალმებით მეგობრებო, ბრუნდება ეთოქის ახალი ეპიზოდი. დღეს ძალიან საინტერესო ეპიზოდი გვექნება. კოკას პირველად. ბრუნდება კოკა ჩვენს პოდკასტში. შესაბამისად დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ გამორჩეულ ახალი წლის ერთ-ერთ გამორჩეულ ვიდეო რგოლზე, TBC ბანკის ახალწო ვიდეო რგოლზე გვექნება დღეს საუბარი, სადაც ჩვენთან სტუმრად არის სააგენტო და production agency, ხო სწორად ვამბობ. გაგაცნობთ ჩვენ სტუმრებს კოკა ქამუშაძე Playmakers-ის თანადამფუძნებელი და ბაჩო მებურიშვილი ენკენი ფილმსის თანადამფუძნებელი. სანამ დავიწყებ მოკლედ და მოგესალმებით, მინდა რომ ვნახოთ პირველ რიგში ვიდეო რგოლი, რომელზეც იმუშავეს ამ ადამიანებმა და შემდეგ უკვე უშუალოდ ვისაუბროთ პროცესზე, როგორ ახსულა და ასე შემდეგ. ვნახოთ ვიდეო. ესე იგი ძალიან საინტერესო და ძალიან სევდიანი, მე ჩემთვის პირადად ძალიან სევდიანი ვიდეო გამოვიდა, არ ვიცი ეს საახალწლო ვიდეო როგორ შეიძლება ამ ყველაფერს დავარქვა, მაგრამ ისეთი ემოცია მოიტანა ჩემთან, რომ
აი ალბათ ყველას ქონდა ეს რაღაცა ცრემლის წამოსვლის ფაქტორი და ძალიან ისეთი იყო რა, ძალიან ამაღელვებელი მოკლედ და მინდა რომ გადავიდეთ უშუალოდ უბრალოდ სანამ გადავალ თემაზე სასაუბროთ, მინდა რომ არ გამომრჩეს და პირველ რიგში ვახსენო ჩვენი გენერალური სპონსორი, რომელიც არის კურსიჯი, პირველი ლიცენზირებული ონლაინ სავალუტო პუნქტი საქართველოში, სადაც შეგიძლიათ მოკლედ გაცვალოთ საუკეთესო კურსით და ძალიან დიდი მადლობა კურსიჯის, რომ ეხმარება ჩვენს პროექტს, რომ გააგრძელოს ესეთ საინტერესო თემებზე საუბარი მოკლედ და გადავიდეთ ჩვენს ფლოუზე. პირველი კოკასთან ეს კითხვა არაერჯერ გამიჟღერებია და მოდი კოკათი არ დავიწყებ და ბაჩოსთან მექნება. პირველი კითხვა ყოველთვის არის ხოლმე, როცა ვეკითხებით სააგენტოს მოწყობაზე. რომ ვინ არის ეს გუნდი, რამდენი ადამიანისგან არის დაკომპლექტებული, რა სტრუქტურით მუშაობთ, თქვენ პირველად ხართ ჩვენთან და დავიწყოთ მოკლედ მაქედან. კი ბატონო, გამარჯობა კიდევ ერთხელ. ენკენზე მოკლედ ვართ production კომპანია, რომელიც მუშაობთ რამდენიმე მიმართულებით. ძირითადი მიმართულებებია production service-ი, რაც გულისხმობს ფილმების და რეკლამებისთვის production-ის მენეჯმენტის აღსრულებას. თუმცა ასევე გვაქვს სხვა მიმართულებებიც, ეს არის ჩვენი კონტენტის შექმნა, როგორც მხატვრული ასევე დოკუმენტური ფილმების საქართველოს ბაზრისთვის და ეხლა ვანვითარებთ მიმართულებას, სადაც ვიმუშავებთ უკვე საერთაშორისო ბაზრისთვის რა. ფილმების production service-ი არის ხოლმე როგორც ქართული, ასევე უცხოური, რეკლამები შესაბამისად როგორც ქართული, ასევე უცხოური. ეს არის ძირითადად და რამ გუნდში რამდენი ადამიანი ყავთ, რა პროფესიის ადამიანებით არის დაკომპლექტებული? ძირითადად არიან პროდიუსერები და production მენეჯერები. როგორც ყველა production-ი არ ყავს შენ დიდი გუნდი, რომელიც დავშოთ მუდმივად შენთან მუშაობს, ყავს რაღაცა დაახლოებით 10-მდე პროდიუსერი, რომელიც შენი მუდმივი თანამშრომელია და დანარჩენი უკვე არის ფრილანსერები, რომლებსაც ქირავობ ხოლმე თითოეული პროექტის მიხედვით. ხო, ისე მაგ იმას ხშირად შევეხებით ხოლმე, იმიტომ რომ სხვადასხვა მინდა ვახსენო, რომ პირველად არის TikTok-ში, სადაც სააგენტო და production-ი არის ერთად მოსული და ძალიან საინტერესო იქნება ეს ქიმია როგორ დგება, რა წუხილები არსებობს შეიძლება production-ისთვის სააგენტოს რა უნდა უთხრათ, იმიტომ რომ ესე ცალ-ცალკე კი გაჟღერებულა, მაგრამ ესე პირადად პირში ვერ შეკადრეთ ერთმანეთს და ეხლა შეიძლება რომ ეგ ბარიერები მოკლედ მოუხსნათ. კოკა, მე მგონი ჯობია რომ მოგვიყვე ბრიფზე და კი იცი, ეხლა მე აღარ ვხსნი მიმარტივდება შენთან კითხვის დასმა და მოკლედ შენიცი, აბა გისმენთ, როგორ მოვიდა დავალება და მე უკვე დაწუნებულა რაღაც დეტალებიც გვაინტერესებს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მიხარია კიდევ სტუმრობა და იმედი მაქვს რომ კიდევ მომიწევს. რაც შეეხება ბრიფს გავაგრძელებ, შენ რითიც დაიწყე რომ სევდიანი იყო, ბრიფის ფურცელიც რომ მოვიდა, ეს ცრემლებით იყო გაჟღენთილი რა, ეს ფურცელი იყო დაკლაკნილი ხო. და მივხვდით რომ ის წერდა რომ იმანამდენი იტირა ამ იმაზე რა ქვია ბრიფზე და მაგ სულის კვეთებით გამიშჩვალეთ. ნუ ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდა. ერთ-ერთი ყველაზე რთული ბრიფი იყო, რაზეც ვიმუშავია და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ უნდა ესეთი აღიარებითი ჩვენებები უნდა მქონდეს. დღეს პირველი აღიარებითი ჩვენება არის ის, რომ ვერ ვიტან ახალ წელს, ანუ აი არ მიყვარს ახალი წელი, არ მჯერა ახალი წლის და ახალი წლის ჯადოსნურობის და ასე შემდეგ. და არ მჯერა რომ რაღაცა ასტრონომიულად რომ რაღაცა დედამიწა წრეს გააკეთებს, მაგისთან გამომდინარე რომ რაღაცა მნიშვნელოვნად შეიძლება შეიცვალოს და რაღაცა უკეთესობისკენ წავიდეს თუ არა და შევხედოს და პირველში რაღაცები კი შეიცვალა უკეთესად არ დავასახელებ Nike სპორტულიან ადამიანებს მაგრამ ცოტა ეჭვმეპარება რომ ეგ რაღაცა იმ ახალი წლის ამბავი იყოს. და საერთოდ რისიც არ მჯერა ხოლმე იმაზე ძალიან მიჭირს მუშაობა. ცოტა ისეთი მოგიხსენებათ, ვახირებული ვართ, რა ქვია, პრეტენზიული სააგენტო
და ესეთი თუმცა შეგაწყვეტინებდა ზუსტად ესეთი შესავალი ქონდა დაზღვევის ეპიზოდზე რომ საუბრობდით როგორ არ უყვარს დაზღვევა და ყვებოდა ვაიზერის რებრენდინგი ბატონო და თან ისე დაემთხვა რომ ერთი იმის ადამიანები ვარ სააგენტოს შეკრებილი რაღაც ერთნაირი შეხედულებების ამოთვემ საკითხზე და არავის არ გვიყვარს ახლა და თან კიდე დაემთხვა ესეთი რაღაცა რომ აი რო გავიხსენოთ ისტორიულად რომ გადავხედოთ TBC-ის ახალი წლების კამპანიების ისტორიას ესე რო თქვა ზბილად დიდად არაფერი გაგვახსენდება ერთ-ერთი გამონაკლისი რაც შეიძლება იყოს შარშანდელი ახალი წლის კამპანია რომელიც ცოტა სხვანაირი იყო მესიჯები რო გადიოდა გარე ეკრანებზე და ის ძალიან კარგი იყო სხვა ტიპის კამპანია იყო სხვა რეალობა იყო და ადამიანებს დაეთმო პლატფორმა რომ თავისი სურვილები გამოექვეყნებინათ. და ესე კლასიკური აერაც ვიდეო კლიპი და ესეთი კამპანია ფაქტიურად ესეთი კარგი არ ქონია და ეს იყო ერთ-ერთი ესე რა ქვია ბოდიში მომითხოვე და ჩელენჯი რაც ვაწუხებდა რომ აი როგორ ვერ უნდა მოხსნათ ეს ახალი წლის თემა და როგორ ვერ უნდა გავაკეთოთ რაღაც კარგი ახალი წლის კამპანია. რაც დაგვეხმარა იყო ის რომ ბრიფი იყო ძალიან კარგი მართლა იმიტომ რომ ბრიფში ეწერა რომ ეს ახალი წლის კამპანია უნდა ყოფილიყო აქტუალური და არ უნდა ყოფილიყო რაღაცა ეს ბოდიში მომითხოვე ისო ბარბარიზმი უნდა გამოვიყენო მაგრამ არსებობს ეს ტერმინი დელულუ კამპანიებს ვეძახი ხოლმე რომელიც აი რაღაცა დელუზიური კამპანია რომელიც აი რაღაცა ვარდისფერი სათვალით გვაყურებინებს რაღაცებს და სულ შიგნით გრჩება ადამიანს ხინჯი რომ აი კი კარგი იყო ლამაზი იყო კარგად თამაშობდა მსახიობი კარგი კოსტუმი ეცვა ვიღაცას კარგი გრიმი იყო კარგი მხატვრობა იყო მუსიკაც კარგი იყო მაგრამ რა ანუ აი რაღაცა არაფერი არ დამიტოვა და ვერაფერი აქედან ვერ წამოვიყიდა. ის რომ ბრიფში იყო ლაპარაკი იმაზე რომ აქტუალური უნდა ყოფილიყო რაღაც იმ პრობლემატიკის რომელი პრობლემატიკაც ჩვენ ქვეყანაში დგას ამან მოგცა რაღაცა კარგი საყრდენი რომ ეს ახალი წელი მართლა რაღაცა ისეთი ყოფილიყო რა რომელიც ადამიანებს დააფიქრებდა ამა თუ იმ საკითხს. დავიწყეთ მე ფიქრი თვითონ ეს ახალი წელი რა არის, რასთან არის დაკავშირებული, ვის უხარია, ვის არ უხარია, ვის უმძიმს, ვის უხინს და ასე შემდეგ. და ჩემი ერთი ესეთი წარსული არათუ სასიამოვნო გასახსრებელი ის არის გამოცდილება, როცა გიწევს ადამიანს ახალი წლის შეხვედრა სრულიად მარტო. და ეს ახალი წელი ხო რაღაცნაირად ის არის რა საოჯახო დღესასწაულია და ყველა ერთად ხვდებით და ასე შემდეგ და მარტო როცა ხვდები ოჯახისგან განსაკუთრებულად ახალი წელი ეს არის ძალიან ესეთი რა ქვია ცოტა მძიმე და სევდიანი პროცესი არის. დავიწყეთ ფიქრი იმაზე თუ ვინ არიან ის ადამიანები ვინც ახალ წელს ხვდება მარტო რა თქმა უნდა გაგვახსენდა პატიმრები იმიტომ რომ ვიხსენებათ მათთან ჩვენი საგვაქვს ჩვენი ცალკე ურთიერთობა მაგრამ ნუ აღარ გვინდოდა რომ რაღაც კიდევ იგივე თემა დაგვეტრიალებინა და დავიწყეთ ფიქრი კიდევ სხვადასხვა ჯგუფებზე და ბუნებრივია გაჩნდა ესეთი აზრი რომ არსებობენ ემიგრანტები რომლებიც ახალ წელს რამოდენიმე სიხშირით თან არაერთხელ ხვდებიან საზღვარგარეთ. მერე დავიწყეთ უკვე განშტოებების ძებნა ემიგრანტების როლებზე, ინსაიტების ძება და მივედით ესეთ ინსაიტამდე, რომ რეალურად ძალიან ბევრი ბავშვი საქართველოში იღებს საჩუქარს ახალ წელს და გონია რომ ეს საჩუქარი არის გამოგზავნილი სანტა კლაუსის მიერ რაღაც ჯადოსნობით და ამ დროს ეს საჩუქარი არის გამოგზავნილი მისი ბებიის, ბაბუის, დედის ან რაღაც ახლობელი ოჯახის წევრის მიერ, რომელისთვისაც რაღაცა დიდი შრომა და ჯაფა ღირდა ის რომ ამ ბავშვისთვის საჩუქარი ეჩუქებდა. და ძალიან გაგვახარა ამ იგნებამ, იმიტომ რომ მივხვდით რომ აი რაღაცა ეს ცოტა რაღაც რეალობა შეიძლებოდა ახალ წელს შემოგვეტანა, იმიტომ რომ ახალი წელი ჩემთვის კიდევ ერთხელ გამომერებ არის რაღაცა ცოტა რაღაცის შეფუთვასთან, მოტყუებასთან, თვალის დახუჭვასთან, თვალის არ გასწორებასთან, რაღაცებთან და ცოტა ფუჭი იმედებთან და ვთქვით რომ მოდით ეს ახალი წელი მიუძღვნათ რეალურად იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან ბევრ ქართულ ოჯახში რეალურად ამ ახალ წელს ქმნიან და რომლებსაც მოაყავთ ახალი წელი
ახალი წელი მოყავთ კი არა, შეიძლება მოყავთ ის, რომ ვიღაცა კომუნალურ გადასახადს იხდის და შუქი აქვს სახლში. ესეც კი ამ ადამიანებს მოყავთ. ესე და ესე რა არის? ეხლა ფიქრობდი რა, ერთია რომ მაგ ინსაიტს მიდიხარ და ყველაფერი ძალიან კარგად ისმინება, თუმცა ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი როგორ გაიყიდა კლიენტთან, პირობითად ვიძახი, დაიფიჩა, თუ რამე ერთობლივი სანამ უკვე პროდაქშენამდე მივა ეს დავალება, ეგ ეტაპი როგორი იყო მაგ იცით როგორ არის ძირითადად ეხა ჩვენ და ვინკეს გვაქვს ალბათ რაღაც არატიპიური ურთიერთობა, ანუ ძალიან ადრეულ ეტაპზე ცვლით რაღაც ჩვენ რო იდეა მოგვდის არის ხოლმე ხშირად შემთხვევები სანამ კლიენტად დავფიჩავთ შეიძლება გავიაროთ პროდაქშენთან რომ ეს რამდენად რეალისტურია, რამდენად გამოსვლადია დაახლოებით ბიუჯეტში რამდენად ჩავჯდებით ამით და ასე შემდეგ. რაღაცა პირველადი ის გვაქვს ხოლმე რა წარმოდგენა. კლიენტთან რო დაიფიჩა უკვე კლიენტთან დაიფიჩა ინსაიტით და დაიფიჩა უკვე მერე სცენარით, რომელ სცენარშიც არის ხოლმე რაღაც ელემენტები რომელიც მარტო სევდას არ გიტოვებს რა და ეხა ეს თვითონ ეს კლიპი საბოლოო ჯამში ბოლოს ძალიან კარგად და იმედიანად სრულდება და შესაბამისად ხო ძალიან ბევრი ახალი წლის ფილმი ვიცით და ახალი წლის ფილმებს ოდნავ სევდანარეობა უხდება რა და ამიტომ ეგ იქნა კარგად გაზავებული და ამიტომ არ გქონია პრობლემა არ ყოფილა არანაირი კომენტარი სცენართან და კონცეფციასთან დაკავშირებით აი პირდაპირ კლიენტმა აბსოლუტურად ყველაფერში გამოგვიცხადა და გამოვყვა ბოლო. ძალიან მაგარი. ბაჩო, როგორ მოვიდა ეს იდეა თქვენაზე? პირველივე ეტაპზე როგორც ხე კოკამ თქვა, თავიდანვე რომ მოვისმინეთ, ზოგადად ესე რო თქვა რა, პროფესიული ჩარჩოდან რომ გამოხვიდე ცოტა, ну გასაგებია რა, რაღაც პროფესიონალურად ცდილობ შეხედო ამ ყველაფერს, ცდილობ ეს ყველაფერი რაღაც რიცხვებში გადაიყვანო, კონკრეტული რაღაც მენეჯმენტის სტილი მოუფიქრო ამ ყველაფერს როგორ რა მოხდება, მაგრამ აი ხა რაც კოკამ მოყვა, უმეტეს შემთხვევაში, ან ჩვენ რაღაც ბედნიერი შემთხვევა გვაქვს, რომ ძალიან ხშირად თითქმის ყოველთვის playmaker-სთან ეგეთი პროექტები გვაქვს, როდესაც გარდა პროფესიონალური საინტერესოებისა და მენეჯმენტის საინტერესოებისა იდეურად მოგწონს ეს ყველაფერი, რა. ანუ რაც არ უნდა ეხა ბევრი ილაპარაკო, რომ მე რაღაც მაგარი პროფესიონალი ვარ და ამ ყველაფერს რაღაც ცივი გონებ თუ დგები, ეს დამატებითი ემოცია, როდესაც ჩვენ პირველივე მოსმენიდან რაღაცა ბმას იპოვ იდეასთან ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. როდესაც ჩვენ მზად ხარ ამ იდეისთვის ყველაფერი გააკეთო რა და აი თავ ერთი სულ ასე ახალმე რაღაც ერთი გუნდი ვართ რომელიც რაღაც ყველაფერს მოაგვარებს რა. ანუ ეს თავიდანვე რაღაც შენთებული ენერგია ამ ახალ წელს განსაკუთრებით ქონდა. თან ეს უცნაური ნაზავი ამ საახალწლო მხიარულების და სევდის რომელიც იქით დარჩენილ მეორე მხარეს მყოფ ადამიანებს ახლავს და თან რაღაც უცნაურად ეს რაღაც შენ ქვეყანას გახსენებს, შენი ქვეყნის ყოველდღიურ მდგომარეობას, რომელსაც ხშირად არ ხედავთ ხოლმე, ვიტყუებთ ხოლმე ახალი წლით და ასე შემდეგ, რაც კოკამ თქვა. ყველაფერი კარგად არის. ხო. თითქოს ყველაფერი კარგად არის, რაღაც თავი მოვიტყუოთ, ამ ახალი წლით გავიცინოთ და ასე შემდეგ რა. და მე ხვდები რომ ეს ყველაფერი ესე ძალიან რომ მოგწონს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ეხა ყველაფერი ისე აიწყოს, რომ ამ იდეას არაფერი არ მოაკლდეს და პირიქით დაემატოს ყველა ეტაპზე, რაღაც რომ მოხდეს იმ 10-იანში თუ 10-იანის 10-იანში, რომელიც ჩაფიქრებული ქონდა სააგენტოს და კომპანიას, დამკვეთ კომპანიას. მოკლედ ამ განწყობით შევეგებეთ ამას და შედეგიც ეგეთივე დაიწყო. აი უფრო წვრილმანებში და დეტალებში წავიდეთ, ეხლა ნუ რავი მხატვრობით დაწყებული ყველაფერი უყურებ ვიდეოს, ხვდები რამხელა რესურსია დახარჯული და ასე შემდეგ. ახსენეთ რომ ეს რაღაც კადრები არ არის საქართველოში გადაღებული, ანუ ძალიან საინტერესოა როგორ გაკეთდა ეს ვიდეო რაც ვნახეთ და მხატვრობიდან დაწყებული რა ყველა დეტალი, ყველა დეპარტამენტი რომ ადამიანები რომლებიც ახლა ჩვენ გვიყურებენ შედარებით ნაკლებად გათვითცნობიერებული ეხლა თქვენთვის უფრო მარტივი წარმოსადგენია რა ეტაპებისგან შედგება ხო აი თუნდაც აი ხა ინსაიტი რო ახსენა თითქოს აი ჩვენ ვინც ვართ ამ ინდუსტრიაში უსიტყვოდ გვესმის ის პროცესი როცა ვიტყვით რა ინსაიტი ვიპოვეთ ის მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანს აინტერესებს და რატომაც უნდაც შეიძლება ამ ინდუსტრიაში და
მარკეტინგში შემოსვლა არის, რომ აი ეგ დაამუღამონ როგორ პოულობთ ინსაიტს, როგორ მიდიხათ რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე ერთად რო შეიკრიბეთ, რაზე თქვით რომ აი ვა ეს რა მაგარი იქნება ეს დეტალი ვიდეოში რაც შეიძლება ჩანს და თქვენ იცით და თქვენ მოგწონთ და სხვა შეიძლება რომ ვერ შეამჩნიოს. ხო ხვდებით აი ეგეთი ნიუანსები ძალიან საინტერესოა ხოლმე და მეც ხშირად რაღაც კამპანიების გარჩევებს რო უყურებ, იქ თვითონ შემოქმედი რო იტყვის რომ იცი რა არის იქ ჩავდეთ რაღაც აი იქ თუ დააკვირდები იქ ჩანს და ეგ იმიტომ და თვითონ რო უსწორდებათ ეგ მომენტი და ამით რომ რაღაცა საზრდოობენ რა. ეშმაკი რო დეტალებში არის, ეხა მაგაზე აი მანდ მინდა რომ მივიდეთ რომ აი მეორედ რო უყურებ ამ ეპიზოდის მერე მაგ ვიდეოს კიდე ბევრი რაღაცა აღმოჩენინოთ მაგ ნაწილში. კი ბატონო. ჩვენ სანამ ამ გოლს დავიწყებდით, ანუ შეიძლება გვაქვს ხოლმე შეხვედრები, მაგრამ ეს დაემთხვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გქონდა ამ გოლს დაწყების მუშაობაზე დაწყების წინ. ნუ განვიხილოთ ხოლმე რაღაც წინა პროექტებს და ვცდილობთ ხოლმე ვადაპტირდეთ, ჩვენი რაღაც მოქმედებები უფრო ადაპტირებული იყოს წარსული გამოცდილებებით. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო და ისე დაემთხვა, რომ აი ეს რაღაცა ახალი წესები და ახალი მიდგომები, რომელიც ნუ ძველ გამოცდილებაზე იყო დამყარებული, სწორედ ამ რგოლით დავიწყეთ. განსაკუთრებული ნაწილი ალბათ რაც უნდა მოვყვე, არის ალბათ რეჟისორის ჩართვის შემდეგ რა. ჩვენ ავაწყეთ ჩვენთვის რაღაცა სცენარი, რის მიხედვით უნდა ყოფილიყოს, საითკენმა წავსულიყავით, როგორ უნდა გამოგვეწვია იმ სტილის მუშაობა, რომელიც მაქსიმუმს ამოიღებდა შემოქმედებითი კუთხით. და ნუ აი ამ პროცესში ჩაერთო ბორჩხა. რომელსაც იგივე და მივხვდით, რომ თავიდან იგივე დაემართა რა ჯერ კოკას დაემართა, მერე TBC-ს დაემართა, მერე ჩვენ და ამ პატუცემულ ბორჩხა არ არის შორს ემიგრაციასთან, იმიტომ რომ თვითონ ემიგრანტი არის, მაგრამ ფაქტობრივად ექსპატი არის, რამოდენიმე წელია ცხოვრობს საზღვარგარეთ. ხო. და ბორჩხას აი სწორედ ეგეთი დეტალი ერთ-ერთი და მე კიდე სხვაებსაც ვილაპარაკოთ. ბორჩხას იდეა იყო ბორჩხას დაშენება უბრალოდ ამ იდეაზე იყო ესეთი რაღაც რომ უნდა და განსხვავებული ვიზუალით და განსხვავებული ფერებით ეჩვენებინა საახალწლო სამყარო და ემიგრანტების სამყარო. უნდა და რომ ყოფილიყო ეს აქეთ ამხარე ყოფილიყო მაქსიმალურად თბილი, როგორც საახალწლო გარემოს შეეფერებოდა და ის მეორე მხარე ყოფილიყო შედარებით უფრო ცივ ტონებში გადაწყვეტილი რა. თავისთავად ეს არ იყო მარტო ფერზე, არამედ იყო გადაღების სტილისტიკაზე, კამერის მოძრაობაზე, მონტაჟის დინამიკაზე და ასე შემდეგ რა. რაც საკმაოდ რთული შესრულებელი იყო. ეგეთი ჩანაფიქრი ხშირია ხოლმე, როდესაც ეგეთ რამეს ჩაიფიქრებ და ნუ არის ხოლმე რამე ჩანაფიქრად რჩება ხოლმე რა. მაგრამ აქ რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ ზუსტად ესადაგებოდა იდეას. ანუ კონცეფციაში ეს უკვე იყო, ბორჩხამ მოიფიქრა ამისი ვიზუალური გადაწყვეტა. ანუ კონცეფციაში იყო რომ გვინდოდა რომ ამ სამყაროებს შორის ყოფილიყო კონტრასტი, ანუ ბავშვის სამყაროს და ბებიის სამყაროს შორის. მაგრამ ეს კონტრასტი როგორ მიგვეღო ვიზუალურად რა, ეს უკვე მთლიანად ბორჩხამ მოიფიქრა, რომ მაგალითად თუ არ დაეზარება პატივცემულ მსმენელს და მაყურებელს და თუ გადაახვევს ამ ვიდეო კლიპს კიდე ერთხელ ნახავს რომ მაგალითად ყველგან სადაც არის ეს ბავშვი ყველგან არის რაღაც ჩანს ეგრეთ წოდებული გირლიანდა და საახალწლო განათება და განათება არის ყვითელი ფერის და არის თბილი და ეს ბავშვი სადაც არის ძირითადად ყველგან არის ირევა ბევრი ხალხი ანუ ქუჩაში არის და ბევრი ხალხი ირევა, პოსტაში არის და იქაც ხალხი არის, სახლში არის და დედა ყავს, ამოგეთ სულ ხალხთან ტრიალებს რა, რომ რაღაცა განწყობა იმისი, რომ სადღაც შინაურ გარემოში არის. და ბებიის სამყაროში რო გადავდივართ, ბებიის სამყაროში სხვა კამერით არის გადაღებული, უფრო დოკუმენტური სტილის, ცივი განათება, არსად არ არის ნახმარი დამატებითი განათება. არის მხოლოდ ბუნებრივ განათებაზე არის ყველაფერი გადაღებული და ისე არის აწყობილი ყველაფერი, რომ თითქმის უმეტეს კადრში ეს ქალბატონი არის მარტო. და გვინდოდა რომ ეს კი არ არის, კი არ გულისხმობთ იმას, რომ სადღაც თესალონიკში ადამიანები არ არიან და რაღაცა ეგეთი ცივი არის თესალონიკი და უსიცხო. ეს არის ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს სამყაროები გვეჩვენებინა
იმ ადამიანის პერსპექტივით, ვინც არის ამ კონკრეტულ მიზანსცენაში მთავარი მოქმედი პირი. ანუ ბავშვური სამყარო, ბავშვობაში ხო რაღაცებს სხვანაირად აღვიქვათ, რაღაც საგნებს უფრო ჭყიალად, რაღაც უფრო დიდად, ანუ შესაბამისად ბავშვის ნაწილი არის სპეციალურად უტრირებული ამ კუთხით და ბებიის ნაწილი, როცა მარტო ხარ, როცა სევდიანი ხარ, ყველაფერი რო ნაცრისფრად გეჩვენება, სპეციალურად ეგრე გავაკეთეთ. და ძალიან ბევრი ვიკამათეთ მაგალითად პოსტის ოფისი, ეს არის ეგრეთ წოდებული პორტალი, რომელშიც გადაყავხარ აქეთ-იქით და მად არის ორმაგი განათება რა, არის რაღაცა ნაწილი არის თბილი და რაღაც ნაწილი არის ცივი, რომ აი ამან რაღაცა ის უნდა შეასრულოს პორტალის როლი მაგაზე მახსოვს აი 1-2 საათი ესე ვიჯექით, ორი შეფადრეთ, მეორე შეფადრეთ. რაიც მოიმოსო და აი ძალიან პატარა დეტალები მაგალითად როგორ დეტალებზე ეგ არ არის ხა ესეთი მნიშვნელოვანი ნიუანსი და შეიძლება საერთოდ არ დაუთმო მაგას დრო და რესურსი არ დახარჯო, მაგრამ ჩვენ ძალიან გვიყვარს რომ ეს რაღაც ბუღალტრულად და სკრუპულოზურად არის ყველაფერი გაწერილი. მაგალითად პოსტალიონი რო იღებს ამ ბარათს როგორ ხდება რომ ეს ბარათი თესალონიკში უნდა წავიდეთ. მაგისტვის მოიფიქრეთ და თქვათ რომ ეს პოსტები ხო უბანში ახლოს არის და დაუშვით რომ ეს ამ ბავშვს იცნობს ან მისამართი იცის ვინც არის გამგზავნე და ამიტომ კონვერტზე წერია მისამართი ამ ბავშვის სახლის რომ იმან იცოდეს რომ რა ამ მისამართიდან იქ აგზავნიან ხოლმე იმას რა ქვია ეს სტამპები ზუნებრივია ყველა არის ისეთი ქალაქები რომელიც ყველაზე მეტად არის ჩართული ამ ემიგრაციულ იმაში რა ქვია ნაკადებში სახლის მისამართიც აი ბავშვის სახლის მისამართი წერია და რომ ქუთაისი ყოფილიყო და ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ქალაქი არის ემიგრანტების კუთხით და ისეთი სახლის მისამართი რომ ვიღაცას არ ეთქვა რომ ხა ეს ჩემი სახლის მისამართია ვიპოვეთ ერთი ქუჩა რომელიც სახასიათოდ ძალიან სხვა ქალაქში არ არსებობს ნიუპორტის ქუჩა მე არ გამიგია სხვა ქალაქში იყოს აი ცალსახად რო ქუთაისი არის ამ მისამართი ნომერი ისეთი ნომერი მივანიჭეთ რომელიც არ არსებობს ვიღაცას არ ეთქვა რომ ეს ჩემი სახლის მისამართი აი არაფერი ხო ეხლა ეს არის ამითი თან თავს ვირთვობთ მაგრამ არის ძალიან ბევრი დეტალი რომელიც საბოლოო ჯამში ამ სამყაროს რაღაცნაირად ქმნის და მაყურებელი რო უყურებს რაღაცა უფრო ისეთი განცდა აქვს რეალიზმის და იმისი რომ რაღაცა ყველა დეტალზე ნაფიქრია. მაგას განსაკუთრებულად მნიშვნელობა აქვს, აი სწორედ მაგას ვამბობდით რა მიდგომაში რომ ანუ საუბრობთ გჯერა ეგ რომ ეგეთი დეტალები რომელიც თითქოს ესე მაყურებელი ვერ მიხვდება, მაგრამ შენ ბოლომდე გაწურული და გადაწურული გაქვს და აი ბოლოს სისულელე შეკითხებამდე მიდიხარ და ყველაფერს განიხილავ. აი ეგრე გამოდის ის შედეგი რომელიც გვინდა რა. ხო პრინციპში აი რითაც შენ იღებ სიამოვნებას როგორც პროფესიონალი ხო ამ ინდუსტრიაში ალბათ ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ შეიძლება კი ხა ბევრმა ვერ გაიგო ხა დარწმუნებული ვარ ამ დეტალების მერე კიდე ახლიდან რო ნახავს ადამიანი შენ როგორც უყურებ მინიმუმ რაღაც დაახლოებით ეგ დონეზე შეხედავს და ისიც ისიამოვნებს რომ აა ნახე რა ტიპებს რაზე აქვს ნაფიქრი ხო და რაღაც ეგეთი მომენტი რო არის ეგ იცი როგორ მუშაობს ჩვეულებრივ მაყურებელმა არც უნდა მიხვდეს ეგ ანუ არ არის აუცილებელი ეს მიხვდეს არც უნდა იფიქროს მაგაზე მაგრამ ანუ 100%-ით შეგვიძლია ვთქვათ რომ როდესაც უყურებთ ფილმს, რგოლს, არ ვიცი, ნებისმიერ რაღაცას და რაღაცა მოგწონს და რაღაცა არ მოგწონს, აი სწორედ ამ ლოგიკურად აწყობილი დეტალების ბრალი არის, იმიტომ რომ შენ არაფერს შენი ფიქრი ფეხს არ წამოკრავს, როდესაც რაღაც ინფორმაციას იღებ. ეგ როცა რაღაცა გათვლილი არ არის, შენი რაღაცა ბუნებრივად მიჩვეული თვალი და გონება ხვდება იმას იყალბა, შეიძლება ვერ ახსნა, მაგრამ ხვდება, აი რომ გაგეთიშება ხოლმე გონება რაღაცის ყურების დროს, აი სწორედ ეგ გაუთვლელი კომპონენტი არის რა. და კიდევ ერთი ალბათ მნიშვნელოვანი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიწყეთ ამაზე მუშაობა, ეგრევე, ანუ პირველივე შეხვედრაზე ვთქვით, რომ მსახიობს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. ანუ აი გადამწყვეტი ისეთ სიტყვა არ არის, უნდა კიდე ერთი გვეფიქრა, რომ სიტყვა მოგვეფიქრებინა სწორი როგორი მნიშვნელობის იყო მსახიობები. განსაკუთრებულად თავარი გმირი. და ანუ არ ვიცი, ძალიან ნერვიულობდით ამაზე რა, რომ ან მან პატარა კომპრომისიც კი იდეას გააფუჭებდა რა ვეღარ მოიტანდა. ჩვენ და სასიხარულოდ კომპრომისი კი არა, ანუ მთავარმა გმირმა, ანუ ისეთი
ანუ რა მსახიობური შრეები შემოგთავაზა, რომ ვერც კი ვიოცნებები. ხო, თავისით აკეთებდა რაღაცებს, აი რაღაცა იმპროვიზაცია, მაგალითად ერთი მომენტი არის, აი თავიდან წერილს რო ჩააგდებს ყუთში ესე რო დგას პირით აი რაღაცას ბუტყუტებს გეგონება აი შეულოცა იმ წერილს და ეგეთ რაღაცებს თვითონ ამატებდა რა არასოდეს რა ვიცი ძალიან დიდი ხანია რავი წელზე მეტია ამ სფეროში ვარ და ანუ აი შეიძლება ვერ გავიხსენო რეკლამის მსახიობი რომელსაც ესე შეესრულებიან თან მან ხო არ არის წერილი ჩააგდო, დაილაპარაკა თავისთვის რაღაცა. ეს ხო არა შუალედებს როგორც ავსებდა მოვლენიდან მოვლენამდე, ანუ წარმოუდგენელი იყო, წარმოუდგენელი. და თან პლუსი ქონდა რომ არ იღლებოდა რა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ის რაც ქონდა რომ გეგმავდით ამ გადაღების პროცესს რომ რამდენი დღე არის, რამდენი სცენა, რომელ საათებში ვიღებთ, როდის რა კაცს ვიღებთ. იყო ერთი მომენტი ესეთი რომ ბავშვი გვყავს რა და ბავშვი დაიღლება და არ შეიძლება რომ ბავშვი ამდენი ხანი ათამაშო. და ნუ შემთხვევაში გიწევს დასვენებენ და გეწელება შეიძლება 2 დღის მაგალითად 4 დღე გამოგდეს და მივედით ეგეთ გადაწყვეტამდე რომ ყავდა დუბლიური ბავშვი რომელიც შეასრულებდა იმ კადრებს სადაც არ ჩანს ეს ბავშვი თლიან და ჩანს ხელი, ფეხი და ესე დეტალები. ამ ბავშვმა რო გაიგო დუბლიორი, ისე ტომ კრუზი რო შეურაც ყოფათ იღებს. დუბლიორს ეგეთ ხო რას ლაპარაკობ თუ დუბლიორს მაკადრებ თუ არა, მეო აი ყველაფერს აი მართლა რო გეთქვა რომ აი მოტოციკლეტით უნდა წახვიდე და პარაშუტი გაგიხსნება ჰაერში და გამკეთება აი ვიღაც ის იყო რა, აი მართლა აი ალბათ მაგ ბავშვის კარიერა ესე აეწყოს და რაღაცა მაგ კუთხით თვითონაც თუ ექნება ინტერესი, აი კოჭებში რო ეთყობა რომ აი რაღაც საოცარი მონაცემები. მე ხო რა ისეთი აზრიანი რაც არ უნდა გააკეთოს, მგონი ის არის. ლუკა. ლუკა იყო ლუკა იყო სუპერსტარი იყო. აი ბოლოს ჩვენ რო დახოცილები ვიყარით, აი დაგვემშვიდობა როგორიც. აი ეგრე. რამდენდღიანი გადაღება გამოგივიდა? ჩვენ გადავიღეთ 2 დღე გადავიღეთ საქართველოში. და 1 დღე გადავიღეთ საბერძნეთში. სამი. ჩვენ სანამ დავიწყებდით საუბრობდით და რატო გახდა საჭიროება ხანდახან ხო არის ხოლმე რომ პროდაქშენში ვიტყუებით რაღაცებს საზღვარგარეთს ვაკეთებთ საქართველოში და ასე ეგ არ ეფიქროს მაგალითად მაყურებელმა რომ ეს ჩვენ ვაკეთებთ ეგ ზოგადად ძალიან მიღებული და აპრობირებული თემა არის რომ რაღაცა სხვადასხვა ლოკაციებზე იღებენ მაგალითად ახლა გამახსენდა იქ ცხოვრობდით მე ცოტა შარშან ვიყავით ბაქოში მე და ბაჩო და ცხოვრობდი ზუსტად იმ უბანში, სადაც არის გადაღებული ცნობილი ფილმი ბრილიანტის ხელი. სადაც არის მithom იტალიაში და არიან ბაქოში. ანუ ეგ ძალიან ისეთი გავრცელებული პრაქტიკა არის და ჩვენც პირველი რაც ვიფიქრეთ იყო ის რომ მოდი საქართველოში არის რაღაც უბნები საქართველოში და ქუჩები რომელიც ძალიან გავს საბერძნეთს, თესალონიკს და ათენს მაინც და მაინც აკროპოლის გადაღება თუ არ გინდა და დავიწყეთ ძებნა ამის მაგრამ მადაც უნდა გაუგზავნოთ ჩვენი ისინი რა ქვია აპლოდისმენტები რეჟისორს რომელიც ძალიან პრინციპული იყო და ამბობდა რომ ეხა ეს ჩვენ რაც გვინდა მაგალითად რომ დოკუმენტური სტილი იყოს სადა ეს კონტრასტი გქონდეს ბებიის სამყაროს და ბავშვის სამყაროს შორის და დოკუმენტური თხრობა ხო მაგას ვერ მოვიტყუებით იმიტომ რომ მაშინ უნდა გქონდეს რაღაცა მოკეცილი ლინზა პატარა რაკურსები გაჭედილი კადრები რომ არ შემომივიდეს მაგალითად კადრში იმის მაგივრად რა ქვია თესალონიკის მაგივრად მალაკრების ბაზარი და არ მიხვდეს ადამიანი რომ ეს თესალონიკი არ არის რა თქვა რომ ვერ მივიღებთ იმ ფაქტურას რომელიც გვინდა აი მოკეცილი იმით უნდა გადავიღოთ ჩაკეტილი რაღაცა კადრებით და უბრალოდ იმას აქვს და თან მად რა არის შეიძლება ვერ მიხვდეს მაყურებლის 80% მაგრამ მად თამაშობს როგორი მომენტიც აი შენ რო იცი რომ რაღაცა მოიტყუე და აი გოგონია რომ ყველა ხდება რა და ნუ მართლა გადავწყვეტეთ რომ კი წავიდეთ საბერძნეთში და გადავიღოთ იქ ისე როგორც გვინდა იმ სტილისტიკით თამამად გახსნილი ლინზით ქუჩის ჩვენებით კარგი ექსპოზიციით და ძალიან საინტერესო მომენტი იყო რა შეხვედრა ვახსენე ჩვენ
filmmaker-სთან ესე ხშირად გავდივართ ხოლმე დაახლოებით იგივენაირი შეხვედრა მქონდა ბორჩხასთან მანამდე რა საუბრობდით რაღაცების წინა პროექტების განვიხილავდით და იქ შევთანხმდით რა რომ ხანდახან ხდება ხოლმე რა შიდა სამზარეულოში ეგეთი რაღაცა რომ რაღაცას მიხვდები და იმის გამო აი ბევრი გარემოების გამო იმიტომ რომ შენ ეხლა რაც მიხვდი რომ თქვა ძალიან ბევრ რაღაც პრობლემების ჩაჭვი შეიძლება გამოიწვიოს და არ ამბობ რა და მე რომ დასწლებით და ლაპარაკობ მე ამბობ ხოლმე და მე ამბობ რომ ნუ ადრე გვეთქვა ეს რა არ ჯობდა რომ ადრე გვეთქვა და შესაბამისად ვიმოქმედებდით მაგრამ ნუ გესმის ლოგიკა რატომ შეიძლება არ ყოფილიყო ეს შეიძლება იყოს პროდუქშენიდან შეიძლება იყოს სააგენტოდან შეიძლება იყოს რეჟისორისგან შემოქმედებითი გუნდიდან ნუ ამას ადრე განვიხილავდით რა და ზოგადად ეხლა როცა საქართველოში აქვს დაგეგმილი გადაღება და მე უცბად ადგილას საბერძნეთში წახვიდე ბევრი მიზეზით მარტივი არ არის არ ჩაუღრმავდები ამ მიზეზებს და ნუ აი ერთხელაც აი ნუ ლოკაციაზე წასულები იყო მე ვერ მოვახერხე რომ წავსულიყავი მენახა და ნუ მირეკავს ბურჩხა და მე ესეთ სიტყვას ბაჩო აი მე შენ ხომ მეუბნები ხოლმე რომ ჯობია რომ ეხლა ვილაპარაკოთ და მე არ ვილაპარაკოთ ამ ყველაფერზე რა აი ეხლა გეუბნები რომ ეხლა ეგ შემთხვევაო რომ სხვანაირად არ გამოვაო რა ანუ ჯობია რომ ავდგეთ და წავიდეთ აი ეგეც აი იმ სწორედ იმ რაღაც გამოგულზე გამოდებული კაუჭის ბრალია რაც სცენარიდან მოდიოდა რომ ის ხვდებოდა რომ ეს ძალიან ძვირფას რამეს აკეთებდა და აქ არანაირი კომპრომისი არ შეიძლება და ისეთი რომელსაც ოდნავ მაინც კითხვის ნიშნის სხვა შეიძლება დაეყენებინა ან იდეა ან შემოქმედებითი ღირებულება ვილაპარაკეთ ცოტა ხანი მე ბორჩხასთან და ანუ მაშინვე მივიღეთ ეგ გადაწყვეტილება რომ უნდა წავსულიყავით TBC-სთვისაც მადლობა უნდა უთხრათ იმიტომ რომ იქ იყო გარკვეული რაღაც რისკები რომ დროში შეიძლება გადასცემოდა მაგრამ ნუ ვილაპარაკეთ TBC-დან TBC-ით მიხვდა რომ პირველივე ლაპარაკზე გასაგები იყო რომ ესე უნდა მოხდარიყო და ყველა ერთმანეთს გადაწყვეტეთ რომ ესე ჯობდა არ გვიხსენებია კიდე მნიშვნელოვანი არის ამ ვიდეოში ოპერატორის ნამუშევარი რომელიც არის ძალიან ესეთი რა ქვია ჩვენ სააგენტოს პირველად მოგვიწია გოგა დევზარიანი იყო ოპერატორი დანმილი ოპერატორი და ერთ-ერთი დიდი წვლილი რატომაც ეს ვიდეო არის ესეთი არის ოპერატორის იმიტომ რომ აი ეს რაღაცა ცოტა გრძელი კადრები ის რაღაცა კამერის მოძრაობა და ეს რაღაც სინემატოგრაფიულობას რაც აძლევს ამ ფილმს აი ძალიან ფილმს კი არა ვიდეოს ძალიან აი როგორც რეჟისორმა ბორჩხამ როგორც კიდე რაღაც თავისი ის დააშენა და გაზარდა ამის ფაქტურირებულება გოგამაც კიდე დამატებით თავისი ის შემოიტანა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა ადამიანი ვინც ერთვება რა ერთია რომ ჩვენ რაღაც იდეა გვიჩნდება მაგრამ ყველა ვინც ჩაერთვება ამ პროცესში რეჟისორი ოპერატორი მხატვარი კოსტუმები ყველა რომ რაღაც თავისი პროფესიონალიზმით რაღაცა დამატებით ისეთი შემოაქვს რისი კომპეტენციაც მე არ მაქვს და არავის არ აქვს და მნიშვნელოვანია რომ ამ ადამიანებს მივცეთ ხოლმე შემოქმედებითი თავისუფლება და გავყვეთ დაუჯეროთ რაღაცეებში იმიტომ რომ არის რაღაცები რაც გაცილებით უკეთესად იციან ჩვენს კი ხო ეგ გადამწყვეტი არის ხოლმე რომ რაღაც ანუ თითქოს პროცესმა უნდა გაიაროს რამდენიმე შრე და ამ ყოველ შრეში უნდა დაემატოს რაღაცეები რა ამ დეპარტამენტების მიხედვით აი ამ შემთხვევაში სწორედ ეგ იყო ყველამ მხატვრებმაც კოსტუმებმაც ოპერატორმაც ყველამ თავისი რაღაც შეემატა და ამიტომ არის ესეთი კარგი რგოლი გოგაზე არ გოგა ალბათ ერთ-ერთი ისე იშვიათი ადამიანია რომელიც ტექნიკურად ყველა კარგია, გოგაც კარგია, მაგრამ გოგას კიდევ აქვს ხოლმე ის რომ აი კიდე ამ რაღაც ამის რაღაც ემოციას გზნობს ხოლმე რა, რაღაც ეგრე პოეტური ოპერატორი არის რა და ძალიან ზუსტად გააკეთა ეს ყველაფერი რა, ამისი ვიზუალიც, ამისი დინამიკაც და ძალიან მაგარია, ძალიან გაგვიმართლა რომ გოგა ყავდა ამ პროექტს. ხალხს ეს პატუცემული რეჟისორის დამსახურება იყო. ხო, ესე არის ხა ვინც არ იცის პროცესი, პირველ რიგში სააგენტო ვირჩევთ ხოლმე რეჟისორს და მერე რეჟისორი ამბობს ხოლმე კონკრეტულ პროექტზე, პროექტის სცენარიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მას წარმოდგენილი აქვს ის თხრობა, რომელიც უნდა მიიღოს და თვითონ რეჟისორი ამბობს ხოლმე პირველი არჩევანი ვინ იქნება ოპერატორების კუთხით. რა და ნუ მერე ჩვენც მივყვებით ხოლმე, რა თქმა უნდა თუ რაღაცა არ ვიცი ხა რა უნდა იყოს რატომ უნდა ვთქვა ხა მე რომელიღაც ოპერატორზე რომ არ ყველაფერს მე რეჟისორი მხატვარი ვინ იყოს
ასისტენტი ვინ იყოს, ყველაფერს რეჟისორი ირჩევს. ხო, ანუ ეგ მიდგომა გვაქვს და აბსოლუტურად სწორია, რომ ანუ შემოქმედებითი პროცესი მისი არის, ნებრივია სააგენტოსთან ერთად, მისი გუნდია და თავისთავად პირველი სიტყვა ვინ უნდა ყავდეს, ირჩევს ხოლმე რეჟისორი. ყველაზე ძვირიანი რეჟისორს. როგორც ადრინდელ ეპიზოდებში იყო ძვირიანი რეჟისორი. მე მინდა ძვირიანი სააგენტო კლიენტებთან ჩვენ ეციგებდა. იმდენი ის მოიგეთ გენაცვალე ხა ალბათ ყველაზე ძვირიანი სააგენტო. ვერ ვიტყოს ყველაზე ძვირიანი გავხდით. ხანდახან სმაკ ხოლმე რომ მე მგონი რაღაცა ხوار გავძვირდეთ კიდე. მე მინდა და მეკითხა ბოლოსკენ რადგან ამ კამპანიაზე ვსაუბრობთ რა გამოწვევები ქონდათ ანუ სირთულეები რაც შეიძლება ესე არ ჩანს იმიტომ რომ ძალიან მოგწონს რაც ვნახეთ მაგრამ ალბათ არ არსებობს არანაირი პროექტი რაღაცა კონკრეტული გამოწვევების და სირთულეების გარეშე. თქვენ შემთხვევაში თუ იყო რაღაც ეგეთი რომელიც გასაღებიც ან რთულად ან მარტივად ვნახეთ და შეგიძლიათ რომ გააზიაროთ. გამოწვევების ნაწილზე ალბათ უკვე ვილაპარაკეთ ნაწილზე. ტექნიკური გამოწვევები არის ხოლმე ესეთ პროექტებს ახლავს ხოლმე ის რომ პროცესში ხდები ხოლმე და განსაკუთრებით თუ რაღაც ემოციური ბმაგ ხოლმე პროექტთან ხდები რომ უფრო მეტი კადრი ჭირდება ვიდრე ამისი დრო გაქვს დღეები გაქვს. ხო. და ეგ გამოწვევა ხოლმე ასეთ პროექტებში, რომ ხდები რომ თხრობას უფრო მეტი ჭირდება ვიდრე შენ გაქვს ამისი შესაძლებლობა. ანუ აქ არის ხოლმე მე უკვე გადამწყვეტი ერთად მუშაობა რა ჩვენი მენეჯმენტის, სააგენტოს და რეჟისორის, რომ რაც ოპტიმალური, ანუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისი შერჩევა და დროში ყველაზე მეტად მორგება. რა წინასწარ გაწერილი ქრონომეტრაჟი არ ქონიათ სავარაუდოდ. იცით როგორ არის დაახლოებით გვაქვს ხოლმე წარმოდგენა რა, მაგრამ მე ისედაც როცა ვლაპარაკობ მაშინაც ცლად მიყვარს თხრობა და შორიდან მოვლა და ყველაფრის და შესაბამისად ჩვენი სცენარებიც ესეთი გამოდის ხოლმე და ძალიან გვიჭირს მოკლე იმაში ჩატევა რაღაცებს ანუ გრძელ სიტყვას მოკლედ ვერ ვამბობთ ხოლმე თუმცა ვერც იმ კაცს ვერ ვიტყვი რომ იმ კაცს მოკლედ თქვა მაინც ის თავისი სიტყვა ალბათ იმასაც უჭირდა თქვა რომ კაი იქნებოდა რომ შემეძლოსო მაგრამ არაო და სულ გრძელი არის ხოლმე რო გავიხსენოთ ჩვენი ვიდეოები სულ ის არის ხო ეხლა ბაჩო რასაც იძახის ხო სულ მართლა დამატებითი კადრები გვინდა ხოლმე რომ გქონდეს იმიტომ რომ რაღაცა უფრო მეტი დეტალი აი ხა თავიდან ის პატარ-პატარა ნიუანსები უფრო მეტი იყოს აქ ჩადებული და აქაც რაღაც ისე დაგდა მე მაქვს ხოლმე როლი რომ აი რაღაცას რომ გავწერთ ესე რაღაცა პირველადი კადრირება რო არის ხოლმე მე მივდივარ ცულით და რატომღაც მიადვილდება ხოლმე ეს რაღაცა ჩვენივე ნამუშევრებზე რაღაცეების გადახაზვა და თქვა რომ ეს აღარ გვინდა ეს კადრი ამოვიღოთ სამოვიღოთ იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში გამოვიდა და 6 წუთიანი ისედაც არის სადღაც 3 წუთი და რაღაცა არის და ესეც მე ხო ეხა ვიცით რომ განთავსების კუთხით გინდაც ტელევიზიაში გინდაც ციფრულ სივრცეში რაღაცა პრობლემებს ქმნის ხოლმე რა და აქაც უნდა ვთქვა რომ კლიენტი აბსოლუტურად ბოლომდე წამოყვა და აი მართლა რომ ნახე ეს პირველივე მონტაჟი საერთოდ არანაირი კომენტარი არ ყოფილა კლიპთან დაკავშირებით. ხო, ეგ ყველა მხარე რო იდეალურად მაგრამ ერთი ის გამახსენდა სიძნელე, რომელიც მარტო ამ კლიპს არ ეხება, ამაზე კიდე მარტივად გამოვძვერით მუდმივი პრობლემა არის მუსიკა. მუსიკა არის აი ეგეთი რთული, არაფერი არ არის ჩვენ იმაში, რა ქვია, საქმიანობაში, როგორც არის მუსიკა. ჯერ ერთი რომ მოიფიქრო და სწორად გაარტყა რა მუსიკა უნდა ედოს. მერე რომ მოიფიქრო და სწორად გაარტყა იშოვო ამის საავტორო უფლებები, მერე საავტორო უფლებები ისთვის სწორ დროში მოხერხდეს ამის ლიცენზირება და მერე ბიუჯეტი გქონდეს ამისი და ხშირ შემთხვევაში მართლა ისეთ ბიუჯეტებზე არის ხოლმე ლაპარაკი, რომ რაღაცა ეგრეთ წოდებულ ცნობილ ტრეკებს ფაქტიურად ვერ ვიყენებთ ხოლმე რა.
ძალიან გამიხარდებოდა ეს პრობლემა რომ რაღაცნაირად მოგვარდეს, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ მუსიკა ამ ვიდეოებში ძალიან დიდ წვლილს თამაშობს. ჩვენ შემთხვევაში გაგვიმართლა იმაში რომ ქართული კომპოზიცია იყო, რომელიც ძალიან სწორად აჯდებოდა და უშუალოდ კომპოზიტორთან ვიმუშავეთ და კომპოზიტორი ყავდა და თვითონ ნინო ქათამაძესაც ძალიან მოეწონა სცენარიც ვიდეოს და ძალიან მარტივად წამოყვნენ რაღაც პატარ-პატარა რაღაც სცენები ჭირდებოდა რომ მოგვერგო თვითონ ამ კლიპზე რომ რაღაცა დრამატურგია სწორად ჩამგარიყო, მაგრამ პატარა რაღაცეების შესწორებები, თუმცა აქაც ის იყო რა, ყველა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩელენჯი იყო მუსიკის ნაწილი. მაგრამ სხვა შემთხვევაში აი საერთოდ ის გვიწევს ხოლმე რა, ძალიან ბევრი წვალება, ჯახირი და საბოლოო ჯამში რაშიც ვიცურვებდი რომ რაღაცა გაუმჯობესება იყოს და მართლა რომ რაღაც იდეალურ დონემდე მივიდეს ხოლმე ეს რაღაც ვიდეოები, ალბათ მუსიკის ნაწილია, როგორც მუსიკის ნაწილი არ ეხება იგივე ჰეიმა და პოსტერი და ასეთ ისინი მე შენ თუ მუსიკა მიუტანე დანარჩენი ყველაფერი ეხება მუსიკის ამ უფლებების ნაწილს რა რომ აი რომელსაც სხვა ორგანიზაცია რაღაც იმის კატალოგში ამის კატალოგშია ის მოკლედ ვერ აეწყო კარგად ეს სქემა და ძალიან გვიჭირს ამ მუსიკის ლიცენზიების მოპოვება და კარგი მუსიკის დატება კიდევ კარგი არის რომ მადლობა ღმერთს ესე ხუმრობით რომ ძალიან ბევრი კარგი კომპოზიტორი უკვე დიდი ხანია გარდაიცვალა 50 წელს გარდაიცვალენ ძალიან კარგი კომპოზიტორები და რაღაცებს მათი დანატოვარით რაღაცებს ვახერხებთ კი ბატონო ხო ცოტა ისეთი გადასვლა არის მე მინდა რომ უფრო ცოტა მოვშორდეთ ამ კამპანიას და ზოგად ნაწილად შევეხოთ რისი გამოცდილებაც აქვს კოკას არაერთხელ ჩვენ პოდკასტში საუბრის დროს. მე ვისარგებლებ იმ მომენტით, რომ ხა სააგენტო და პროდაქშენი ერთად ხართ წარმოადგენლები და მაინტერესებს ამ კონკრეტულ კამპანიაზე არ არის საუბარი, ანუ ზოგადად აი როგორი უნდა იყოს იდეალური flow სააგენტოსა და პროდაქშენ შორის, იმიტომ რომ ცალ-ცალკე არაერთ ეპიზოდში, ანუ ყველა თავისას ტირის, მოკლედ, რა რომ აი სააგენტო თავისას ტირის, ის რაღაცა რეჟისორი თავის წუხილებს ამბობს, პროდიუსერი ცალკე თავისას ამბობს, ანუ მაგრამ აი ესე რომ ერთად იყოს სააგენტო და თან ისე რომ რაღაცა კი ყველაფერი იდეალურია და ყველაფერი კარგად კეთდება, მაგრამ რეალობაში კი ვიცით რომ ეგ-ეგრე არ არის ხოლმე რა. ეხა კი იდეალური кейსი როცა კლიენტი გიდასტურებს რაღაცა შეხმატკილებულები ხართ, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად არის პატარა ბიუჯეტი, პატარა თიმი, შეზღუდული დღეები, დრო უკვე მინდა და რავი, აი რამდენაირი მიზეზი შეიძლება გაგვახსენდეს. იცი რა არის მე მგონი სატირალი არაფერი არ არის ესე რომ ბიუჯეტის გარდა ანუ სატირალი რა კუთხით ვამბობ იცი რომ სატირალი არა როცა შენთვის ეგ სურპრიზი არის რა როდესაც შენ მუშაობას დაიწყებ და გეტყვიან რომ მე ბიუჯეტი არ აქვს ნუ რაც თითქმის არ ხდება ხოლმე რა ანუ შენ თავიდანვე იცი ანუ ყველაფერი უნდა ცადო რომ ამ ბიუჯეტს ამ დროს მოერგო. ხუთდღიან გადაღების იდეას რომ მოგიყვებიან და 5 თეთრი აი მაგიტო ხარ ხოლმე ეგარაც ვახსენე რომ ხშირი არის ხოლმე ჩვენ თვითონაც რაღაც გამოცდილება ხო დაგვიგორდა თუ ხვდები რომ მე იდეის დონეზე ძალიან გავაჭუილე და ვიცი რომ ბიუჯეტი არის 2 დღიანი გადაღების და სცენარს ხო ხვდები თან სააგენტოს გზდის პროდაქშენი ხა თავიდან რომ ჩვენ სულ 3 წელია და თავიდან რომ ვიხსენებ რომ აი როგორ შეხედულება მქონდა პროდაქშენის პროცესზე და ეხლა როგორი მაქვს ბევრად უფრო ადვილად ხვდები რომ ეხლა მე რო სცენარს ვფიქრობ რომ ეს რაღაცა სხვაგან მიდის და თვითონ ამ სცენარზე და იდეაზე მუშაობის პროცესშიცვე გვაქვს ეს რაღაცა ჩამკეტები შემოტანილი რა და ამიტომ ის პირველადი გავლა ხანდახან დაზუსტება სანამ კლიენტად დავფიჩავ მაგიტო ხდება ხოლმე სააგენტოსთან რომ რაღაცა ხო სწორად მესმის აი უფრო ზუსტად რომ ჩამოვაყალიბო რაც წეგან დავიწყე რა ნახე როგორი რაღაცა არის
თავი არ უნდა მოიტყუო რა. ანუ თუ შენ წინ დევს სცენარი და ბიუჯეტი, რომელსაც ჭირდება 5 დღე და შენ იძულებული ხარ გადაიღო 3 დღეში, ან არ უნდა გადაიღო, ან ზუსტი მოცემულობა უნდა თქვა ამ 3 დღეში რა გამოვა. შენ თუ მოიტყუები ამას და მოიტყუებისა ვიძახი, შენ თავს მოიტყუებ თორე ვინ უნდა მოიტყუო. შენ თავს მოიტყუებ რომ იტყვი რომ მე ყველაფერს გადავიღებ რა 5 დღეში მაქვს და გავაკეთებ 3 დღეში, ამის მოხერხების მხოლოდ 2 ვარიანტი არსებობს. ერთი ვარიანტი არის რომ გაწყვიტო გუნდი და გახვიდე საშინელ ოვერთაიმში და არ გაინტერესებდეს ესენი ადამიანები როგორ დაიღლებიან, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია და ამაზე თავიდანვე შეთანხმებული ვართ რომ პირველ რიგში არიან ადამიანები და მე დანარჩენი ყველაფერი, ან მეორე პროცესში დააკლო ხარისხს, რაც ასევე მიუღებელი არის რა. და ანუ სწორედ ამ შეხვედრებზეც ვაპარაკობთ ხოლმე, რასაც ვამბობთ ხოლმე იგივე ბორჩხასთან, იგივე სხვა რეჟისორთან, ყველასთან, ტექნიკურ გუნდთან. სწორედ მაგას ვაპარაკობთ ხოლმე. ეს პროცესი, როდესაც ვიღაცა ხედავს რომ რაღაცა არასწორად მიდის, ვიღაცამ უნდა გააჩეროს. და თქვას რომ ეს, რასაც ეხლა ჩვენ ვაკეთებთ, არასწორია. ანუ იგივე მაგალითად AD, ანუ რეჟისორის პირველი ასისტენტს აქვს ხოლმე ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი, რომ აი მათთან ხშირად გვაქვს ხოლმე და ძალიან კარგი AD-ები გვყავს საქართველოში, მათთან ხშირად გვაქვს ხოლმე ეს ლაბორატორია, რომ არ მოგერიდოთ. თუ თქვენ ხედავთ რომ პრობლემაა პროცესში, თუ თქვენ ხედავთ რომ თქვენ გიწევთ რაღაცა შეკუმშოთ ისე, რისი გეგმაც არარეალისტურია და ჩვენ ვიძახით რომ დღეში გადავიღებთ 50 კადრს, რაც აბსურდია, გავჩერდეთ. და ვთქვათ რომ ეს ყველაფერი არ გამოვა. თუ ვიღაცა ამ პროცესში სიმართლეს იტყვის, ან იტყვის თავის აზრს და მე ვიკამათებთ და სხვა აზრამდე მივალთ, ეს პროცესს გააჯანსაღებს რა. თავი არ მოვიტყუოთ და ყველაფერი შესაძლებელია მე რა. მე ხა ესეთი ჩამჭრელი კითხვა ვიფიქრებ. ზოგადად საუბრობთ ხოლმე ინდუსტრიების კონკურენციაზე, ოღონდ კონკურენციაზე ხშირად ბრენდების კუთხით რა, რომ აი როგორი კონკურენცია მაგალითად არ ვიცი, ბანკებს შორის ამ კრეატიულ ჭრილში ხო რაღაც რას აკეთებენ ასე შემდეგ. მე მაქვს ახლა უფრო შინაურული კითხვა, რაც პირველ შემთხვევაში არის სააგენტოებს შორის კონკურენციას ეხება და მეორე არის პროდაქშენებს შორის კონკურენციას, ხო? პროდაქშენების შემთხვევაში ეს რაღაცა რესურსი არის საერთო, ესე რომ ვთქვათ, ხო? რაღაც ანუ ის გუნდები ხო, რომელსაც შეიძლება ერთ დღეს სხვა ქირაოს, მეორე დღეს სხვა ქირაოს, მაგრამ რა არის ის კონკურენტული უპირატესობები სიტყვაზე, მაგალითად ენკენისთვის ამ შემთხვევაში, რომელიც სხვა სააგენტოებისთვის შეიძლება იყოს მომხიბვლელი. მოდი ეს რაღაც ისე რომ ვთქვათ, რა ხო ეს ხო ერთგვარი ბიზნეს ვაის ხელოვნებასო თავი დავანებოთ, ვაკეთებთ ბიზნეს, ამ სააგენტოს შემთხვევაშიც ანალოგიური კითხვა მექნება, რომ გარდა იმისა, რომ კრეატივს აკეთებ კარგად და ნუ ყველაფერი მოიგეთ წელს და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი ცხადი ამ ხელს გიწყობთ კონკურენტულ ნაწილში, აი რა არის კიდე პლეიმეიკერსის რაც არაერთხელ გისაუბრია შენ და ფაქტიურად ახალი მსმენელები. ხო, ახალი მსმენელებისთვის რომ გავიმეოროთ, არ ვიცი, საიდანაც გსურთ იქიდან დავიწყოთ. შეიძლება არ გაგიფიქრია დავნადგურდება, მაგრამ იცი როგორ რაღაც არის, აი ხა რაც არ უნდა ვთქვა, რაღაც გარკვეული შედარება გამოვა რა, რომ შევადარო ბავშვად ჩვენ და ჩვენი კონკურენტები მეგობრები ამ ამასობაში და არ მგონია სწორი რომ შევადარო, იმიტომ რომ იცი რა ინდივიდუალური მიდგომა აქვს ყველას. ჩვენი მათ თავისი ყველასაც თავ და იცი რა ეს ინდივიდუალურობა იმას კი არ ნიშნავს რომ ვიღაცა ცუდია ან ვიღაცა კარგია. სწორედ მაგას ნიშნავს ინდივიდუალურობას რა. და მე შემდეგ ან სააგენტოები თუ დამკვეთები მე ამ ინდივიდუალური მიდგომის შესაბამისად ირჩევენ სხვა არ გულისხმობ მაგაში. იცი რა მიდგომა არის რა, ეხლა ხელწერა ტექნიკური პროცესია, ხო შეიძლება დავარქვათ ხელწერას მენეჯმენტის ნაწილში რაღაც გარკვეულ პრინციპულ შეხედულებებს, კიდევ ერთხელ ამ დადებით და უარყოფით პრინციპულ შეხედულებებს არ ვიძახი. უბრალოდ მათ შეხედულებებს მიდგომებს. და აქედან გამომდინარე ხდება ხოლმე შემდეგ არჩევა. ანუ ხო ძალიან რთულია ეხლა ამ ფორმატში ნებისმიერი წინადადება ეხლა რაც უნდა ვთქვა, შემდეგი გამიო შედარება, რაც არ მგონია რომ სწორი იყოს რა. ოკეი, კაი, დავინდოთ ჩვენი კოლეგები. არა, დადობაზე არ არის პირიქით, დადებითი არის. ხო, ანუ მეც სუმა ერთხელ მე მგონი აქაც მაქვს ნათქვამი, რომ მაგრამ ყველაზე მეტად რა ამათ შეიძლება გაგზარდოს, არის კარგი პარტნიორი და არის კონკურენცია. და ჯანსაღი კონკურენცია და სულ იხსენებ, არ ვიცი, მე მგონი შენ ცხავს პირველი 1-2 თუ 3 წელს ჩვენ რაღაც 2 თვის გახსნება ვიყავით, 10 საგის შეკრება იყო დიზაინ ინსტიტუტში რა რაღაცა იმისავით იყო გამახსენდა
იმაში მამაც გულში რო შოტლანდიელები არიან შეკრებილი და ფიქრობენ რა უქნათ და რატო რომ დამოუკიდებელი და იყო რომ ეს ქართული სააგენტოები ამდენი წელია ვერაფერს ვერ ვაკეთებს საერთაშორისო ასპარეზზე კი არა AdBlue-ის სამეზობლოში იქნება და ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ და რაღაცა ისე იყო რა და რაღაცნაირად ბოლო ამ შეხვედრამ არ ვიცი რა მაგ შეხვედრის დამსახურება სულად ჩამჩამე ძალიან ისალა რა ქვია ძალიან ბოღმიანი და რაღაცა ჩამჩამდა მარტო ჩემზე ხო არ არის წლევანდელ წელს ბევრმა სააგენტომ განსაკუთრებით ჩვენ და სუპერმარკეტმა და იქით კიდე ინდუსტრიამაც პროდაქშენის კუთხით და ძალიან ბევრი ჯილდო იმას გენით რა ქვია რა ერთობლივად ქვეყნისთვის ისეთი წარმატებული წელი იყო რა ეს 2 წელი და მგონია რომ ეგ რაღაცნაირად ერთმანეთს იმაშრობით რა უჩიჩხინებთ თან ვერ ვიტყვი რომ ბაზრის იმიდან გამომდინარე რა ბაზრის თავისებურებებიდან გამომდინარე ვერ ვიტყვი რომ მაინც და მაინც ესე ვართ რა კონკურენტები სააგენტოები იმიტომ რომ გადანაწილებული არის ბაზარი რა ანუ ვიცი რომ მაგალითად მე მუშაობ სერვისების მიხედვით ხო TBC-სთან ის მუშაობს საქართველოს ბანკთან მე მუშაობ PSP-სთან ვიღაცა მუშაობს GPS-სთან ანუ ესე გვაქვს და უფრო ბრენდების კონკურენცია არის ვიდრე ჩვენი სააგენტოების და მაგალითად ეხა საერთაშორისო იმაზე რომ მივდივართ რა ფესტივალებზე და იქ რო ჟიურის წევრები ვართ უნდა ნახოთ ერთმანეთის პროექტებს როგორ ვიცავთ და არ ვიცი თუ ნახი გაქვთ მაგალითად ეკაყიფიანის სიტყვა იმაზე რა ქვია ADC-ზე სადაც ლაპარაკობს და წარადგენს მაგალითად ჩვენ პროექტს რომ აი საერთოდ კონკურენციასთან არაფერი ის არა აქვს რა ქვია საერთო რა და მგონია რომ ძალიან კარგი არის კონკურენცია არ არის ეს არის ის რომ ჩვენ რაღაცნაირად გვინდა რომ ჩვენი ინდუსტრია იყოს კარგი და მგონია რომ კონკურენცია არის იმისი რომ ჩვენი ინდუსტრია გაეჯიბროს სხვა ინდუსტრიებს ანუ ჩვენი ინდუსტრიის კონკურენცია სხვა ინდუსტრიებთან და იმასთან რომ ეს ინდუსტრია უფრო წარმატებული იყოს ვიდრე მაგალითად კოლ-ცენტრების ძალიან სერიოზული ჩელენჯი დაგისახია საკუთარი დროს. როგორ რაღაცა არის ალბათ ეგ რაღაც პატარა ბაზრის სპეციფიკა არის რა ანუ აი როდესაც კოკა ამბობდა ეგეთი ტიპიური კონკურენცია როცა შენ რატომღაც შენ კონკურენტს რაღაც ცუდი უნდა უსურო არა მაგ კუთხით ვიცი რომ შენ არ მაგრამ აი ეგეთი ტიპიური კონკურენცია ეს არის ხოლმე ხო ვიღაცა თუ რაღაცას ვერ გააკეთებს ვიღაცას რო უხარია ხოლმე რა ანუ საქართველოში არ არის ეგეთი რაღაცა ყოველ შემთხვევაში მე ვისაც ვიცნობ ეგეთი რამე არ არის და კიდე ანუ ჩვენ ბოლო პერიოდში და მანამდეც გქონდა შემთხვევები და პროექტები, როდესაც საერთაშორისო პროექტს ვაკეთებდით ხოლმე რა. ბოლო პერიოდში რამდენიმე იყო, როდესაც საერთაშორისო სააგენტოსთან ერთად გავაკეთეთ და ამ პროცესს ვაგვირდებოდით რა. აი 100%-ით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ქვეყანაში რომ იყოს სტაბილური გარემო და შესაბამისი გარემო, რომელსაც ყველა ოცნებობთ ბევრი სხვადასხვა კუთხით, ჩვენ ქვეყანაში არსებული პროფესიონალები, როგორც პროდაქშენის მიმართულებით, ამ შემთხვევაში გულისხმობ ჩვენ კონკურენტებს, ჩვენ კომპანიის კონკურენტებს და მეგობრებს, ამავდროულად სააგენტოების მიმართულებით, ამავდროულად რეჟისორების მიმართულებით და შემოქმედებითი გუნდის ოპერატორების, ხატვრების, კოსტუმის და შემდეგ. არაფრით არ ჩამოუვარდება ხშირ შემთხვევაში. უბრალოდ იმათ უწევთ დიდ პროექტებზე მუშაობა და იმათ უწევთ ამის სისტემატურად კეთება. როდესაც ჩვენთან იქნება იგივე შემთხვევები, ჩვენი ეს პროფესიონალები იმათ აჯობებენ. და კონკრეტულ შემთხვევაში, აჯობებენ ხა ის რაღაცა ხანასენი აჯობებენ ხანასენი. მოკლედ კონკურენციას არაფრით არ ჩამოვარდებიან. აბსოლუტურად არაფრით არ ჩამოვარდებიან და ჩვენ მქონია ბევრი შემთხვევა, როდესაც ერთ პროექტზე მუშაობ და ძალიან ცნობილი რომელიღაცა პროფესიის წარმომადგენელი უცხოელი და ქართველიც და იქვე გამოჩენილა რომ ეს ასეა. კი ბატონო, გეთანხმებით მაგრაცილში, ზოგადად საერთაშორისო პრაქტიკა ბაზარი ძალიან გვაკლია და იმედია რომ ოდესღაც გვეღირსება რომ რაღაცა გამარტივდეს ჩვენთვის
საერთაშორისო პროექტებზე წვდომა და იცი როგორ მაგას მაგ ესეთი ის რა ორმაგი შეხედულება მაქვს რა არის რაღაც ბრენდები რომელი ბრენდებიც იმდენად ლოკალურ რაღაცაზე არის დაფუძნებული რომ იქ ძალიან გაუჭირდება საერთაშორისო სააგენტოს მაგალითად იმას ვშაქ მაგალითად ჩემთან რომ მოვიცი ხა ხონდა შეხება რაღაცა პორტუგალიური ბრენდი იყო რომელიც ძალიან ლოკალი იყო და თქვით რომ ნუ რა ვიცი ხა მე ამათი კამპანია რაღაცა პორტუგალიურ ინსაიტს უნდა დავაფუძნოთ ხა პორტუგალიური ინსაიტი ხო არ არის ის რომ იცი რომ კრისტიანო რონალდო და ეოსებიო პორტუგალიელი იყო და რაღაცა ვასკო და გამა ხა იგეთ ზედაპირულ რაღაცაზე არ უნდა ხო ამიტომ ეს ინდუსტრია მოითხოვს ძალიან სიღრმისეულ ცოდნას კულტურული რაღაცებს ამიტომ ალბათ უფრო მარტივი იქნება უფრო დიდ საერთაშორისო ანუ უფრო აი ხა ცოტა უტოპიური რაღაცას ვამბობ ალბათ უფრო მარტივი არის რომ იმუშაო Nike-ის ან Adidas-ის კამპანიაზე ან Pepsi-ის კამპანიაზე ვიდრე იმუშაო რაღაცა გერმანული პატარა სტარტაპის კამპანიაზე რა და ამიტომ ცოტა ის არის რა ცოტა რთული არის საერთაშორისო ნაწილში გასვლა რა ხო ერთი კონკურენციის ნაწილზე დავამატებ ერთ ნაწილს რაც მინდოდა მეთქვა რომ ანუ ის მაგალითად რაც პირობითად playmakers-მა ქნა ხო გასულ წელს უკვე რეალურად ეგ ზრდის კონკურენციას იმ ნაწილში რომ ბევრი ბრენდი ამბობს რომ მოდი მეც გავაქტიურდე მეც გავაკეთო ესეთი რაღაც უნდება როცა ნახულობს ესეთ შედეგებს ჯილდოებს მე რა რეზონანსი მოყოლა თუნდაც ბრენდის მხარეს რამ ხელა ძალა აქვს მოკლედ ამ ყველაფერს და ანუ რეალურად კონკურენცია არა ის რომ სიტყვაზე შეიძლება შენ რომ მოემსახურე კარგად პირობითად PSP-ს ამან სხვა მის კონკურენტებზე ისეთი გავლენა იქონიოს რომ სხვა სააგენტოებს გაეზარდოთ საქმე ხო ანუ ესეც ანუ ინდუსტრიის განვითარება რეალურად ეგ არის რომ ანუ კარგ რაღაცებს რო ვაკეთებთ უფრო მეტი და მეტი ბრენდი ჩდება აი ეს რეიტინგი რო არის რა One Club-ის რეიტინგი რომელიც არის ამ სფეროში აი როგორც ჩოგბურჩი ATP რეიტინგი არის ზუსტად იგივე ხა მეტი რეიტინგი არ არის ხო არ არის ეგეთი სფერო რომ მაინც და მაინც რაღაცა განებირებული იყოს ბევრი რეიტინგი იგივე არის აი Financial Times-ის ბიზნეს სკოლების რეიტინგი რომ როგორი რეიტინგიც ის არის რაღაც ის კი არა რომ ვიღაცა კი არ დაჯდა რაღაც გამოცემის რეიტინგია Financial Times-ის ბიზნეს სკოლების რეიტინგი ზუსტად იგივე ტიპის რეიტინგია ეს One Club-ის რეიტინგი რომელიც ჩვენ ევროპაში ვართ ხა ამჟამად მეორე ადგილზე და იგივე ბრენდებზე რომ გადავიდეთ PSP თუ არ ვწდები იყო ევროპაში მე-16 ადგილზე რა და მის ქვევით იყო IKEA McDonald's-თან ნუ აი ძალიან ის არის ხა თვითონ შიგნით ორგანიზაციაში წარმოვიდეთ მარკეტინგის გუნდისთვის თვითონ ორგანიზაციისთვის რამხელა აი რა რეიტინგიც არ უნდა იყოს თან ის რეიტინგი ის კი არ არის ხა არ ვაკენინებ მაგრამ ყველამ ვიცით ეს რაღაცა საერთაშორისო ჯილდოები რო არის ხოლმე რაღაცა golden ბრენდები და რაღაცეები რო ის რეალურად არ დგება არაფერი გენელი სერიოზული იმას არა აქვს რა და არ ვიცი golden-ი სწორად ვახსენე თუ არა ვიღაც არ მომიდავს მაგრამ არის რაღაცა ჯილდოები რომელსაც უბრალოდ რაღაცა საწერო სიხდი და ყოველწლიურად გაძლევენ რომ თახში რო შეხვედრი ეს ჯილდოები და ეს One Club-ის რეიტინგი მართლა დგება ფესტივალებზე დაგროვილი ქულების რაღაცა ჯამური მაჩვენებელი არის რა და იქ ეხლა რომ ნახულობ რაღაცა ამხელა ინსტიტუცია არის და იქ შენი ბრენდი ესეთ ბრენდებში არის მოწინავე ადგილას გონია რომ ძალიან ის არის და თქო სწორი რაღაცა თქვი რომ ეგ გვინდა ჩვენ რა რომ ჩვენ გვინდა რომ ის ბრენდები რომელ ბრენდებსაც ჩვენ ვემსახურებით და ის ბრენდები დაობენ იმაზე რომ მომხმარებელი თავისკენ წაკაჩონ ან ჩვენ სააგენტოები არ ვიკონკურენდებთ ერთმანეთს სააგენტოები ხელს შეუწყობთ და დავეხმარებით იმაში რომ ჩვენ დამკვეთ ბრენდებს გქონდეთ გაცხოველებული კონკურენცია ერთმანეთის მიმართ რომ ყველა ვიხეიროთ ჩვენს მომხმარებლებოც და ყველა კი ბატონო ბოლოსკენ მაქვს ეგეთი ძირითადად ტრადიციული შეკითხვა, რომელსაც ახლა კოკას აღარ ვეკითხები, ასეთ ხარეს მექნება. ძირითადად ხშირად ახლა ჩვენ პოდკასტს უყურებენ ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ უბრალოდ ჩვენი სფერო და ინდუსტრია და ადრე მახსოვს
ინდუსტრიაც რო იყო ჩვენთან მათაც დაუსვია ეს შეკითხვა რა ხდება ახალგაზრდების მიმართულებით თქვენი მხრიდან არ ვიცი რაღაცა სტაჟირებები გაქვთ როგორ ეძებთ ახალ ტალანტებს და საინტერესოა მათ რა არჩევა შეიძლება მივცეთ ვისაც თუნდაც აი პროდაქშენის მიმართულება აინტერესებს და უნდა რომ ამ მიმართულებით განვითარდეს და ისწავლოს რაღაცები ხო საიდან დავიწყო ან ჩვენი მიმართულებით მენეჯმენტში ხო თითქმის სულ ცდილობთ ხოლმე რომ ახალი ადამიანები მოვიყვანოთ ცდილობთ მოვიყვანოთ ესეთი ადამიანები რომლებსაც არ აქვთ ამ სფეროში გამოცდილება მიღებული ძალიან განსაკუთრებულად საინტერესო ხოლმე თავისთავად ისედებით ყავს ასეთებიც მაგრამ ძალიან საინტერესო ხოლმე ესეთი ადამიანები რომლებსაც აი პირველად მოდიან ამ სფეროში ეხაც 3-4 ადამიანია რომელიც ეხლა დგავს ამ ნაბიჯებს ძალიან კარგია ხოლმე მათთან მუშაობა იმიტომ რომ ახალია ეხა სწავლობენ შენს ყოველ პროექტის შემდეგ ვითარდები ახალი მეთოდები გაქვს და ძალიან კარგია როცა შენ ეხა ბოლო რა ეტაპზეც ხარ ცდილობ იმ ადამიანებს გადაცე შენი ახალი ცოდნა ადამიანებს ვისაც უნდათ ამ სფეროში ყოფნა რავი მართლა ესე კი მართლა მოიწერონ იმიტომ რომ სულ ვაგროვებთ ეს ადამიანებს და გეწერო ეწეროს მეილი აქ ნახავთ ჩემ მეილს არა მართლა ძალიან კარგი არის იმიტომ რომ მე გაქრა სულ თავში შეხვდები ნახავ გაიცნობ და შესაბამის ადამიანს მოწევ მაგრამ მე მინდა კიდე თქვა არა მენეჯმენტის მიმართულებაზე ეგრევე რეჟისორების ოპერატორების მხატვრების იმან არის განსაკუთრებულად საჭირო ახალი ადამიანები. და ვიცი რომ არიან ასეთი ბევრი. ალბათ ამ პოდკასტსაც უყურებენ ადამიანები, ისინიც გამოგვეხმაურონ. დაურეკეთ და დაუმესიჯეთ ბაქიებს. კი. იმიტომ რომ აი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მე არ მინახია ქართველი რეჟისორის გვერდზე სტაჟიორი, რომელსაც უნდა რეჟისორო. მართლა არ მინახია. დიდი ხანი კი არა, საერთოდ არ მინახია. ოპერატორების გვერდზე მინახია, მხატვრების გვერდზეც მინახია და სულ ხდება ხოლმე შევსება. ძალიან კარგი რეჟისორები არიან დღეს საქართველოში და რეჟისორება, ვინცაც გინდათ რეჟისორობა, დაუკავშირეთ ამ ადამიანებსაც და ძალიან ბევრი ამის სწავლა შეიძლება ყოველდღიურად მათთან ერთად უბრალოდ ყოფნითაც რა. და ეს არ არის აუცილებელი რომ სტუდენტი იყოს, შეიძლება ვიღაცას დამთავრებული აქვს, უკვე რაღაც პირველ ნაბიჯებს გავს, ასე პრაქტიკულად ჩართული იქნება პროცესში, ჩვენც გავიცნობთ და უფრო ადვილად შემოვა. არ არის აუცილებელი ახალგაზრდა, შეიძლება არ მოწონს ის პროფესია, რომელიც აქვს და ეხლა ფიქრობს, რომ რეჟისურა იყო მისი მუდმივის და თან არ არის აუცილებელი ხა ძალიან ბევრი ცნობილი კინორეჟისორი ვიცით, მაგალითად დევიდ ფინჩერი, რომელსაც რეკლამის რეჟისურიდან აქვს დაწყებული რა და აი ეს ზვირიანი რეჟისორების თემა მაგიტო არის რა რომ ცოტა რეჟისორია და ამიტომ ვინც ახლა პროფესიას ირჩევს თუ გაინტერესებთ ეს სფერო მართლა მოთხოვნა არის იმაზე რომ აი ფული იშოვება ხო აი ფული იშოვება საინტერესო ხალხთან ჩვენ ვცდილობთ რომ სცენარები იყოს ფილმური და თხრობა იყოს და არ იყოს უბრალოდ რაღაცა ის რომ აი იყიდე ჩემი გახეხილი ყველის კონტეინერი. ანუ ეგეც რაღაცებზე არ გამუშავებთ. ანუ საინტერესო პროექტებზე გამუშავებთ. და ამ ზვირიან რეჟისორებს საკმაოდ ზვირიანი წოდნის გადაცემა შეუძლიათ ამ ადამიანებისთვის რა. იმიტომ რომ მართლა არ ასწავლიან ჯერ, მაგრამ არა მართლა ანუ რეჟისორები დღეს საქართველოში ვინც არიან ან ფაქტიურად ინდუსტრია თავისი ზურგით მოიტანეს აქამდე რა ანუ ჩვენ თუ ვიღაცები ვემატებოდით ამ სფეროს არიან ისეთები რომლებიც თავიდანვე დასაბამიდან ისინი იყვნენ ხოლმე და შესაბამისად აი ეს ყველა შრის და ყველა პერიოდის ცოდნა ამ ადამიანებს აქვს და ძალიან დიდი პროფესიონალები არიან შესაბამისად ამ ახალ ადამიანებს ვინც მოურენ ან ახალგაზრდა ან ძველგაზრდა ან არ არის აუცილებელი დამთავრებული კონდეს საერთოდ ამ მიმართულებს უბრალოდ აინტერესებდეს აქ ძალიან კარგი საბადო არის ახალი ცოდნის მიღების რა. ძალიან
დიდი მადლობა მეგობრებო, ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, ძალიან მინდოდა ამ პროექტზე საუბარი და ზოგადად ეთთოქი მაგისთვის არსებობს, რომ ამ ულამაზეს კამპანიებს, რომელზეც ეს ჩვენი პროფესიონალები მუშაობენ, განვიხილოთ, ვისაუბროთ მის მიღმა პროცესებზე, ჩავიდეთ სიღრმეებში, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიამოვნებაა ამ ყველაფრის შემოქმედება, ერთი არას ვხედავ და მეორეა უკვე იმის მიღმა, რა რესურსები დაიხარჯა და რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც არ ჩანან და მხოლოდ კრედიტებში შეიძლება ამოვიკითხოთ ხოლმე და მინდა რომ ფაქტურად ყველა იმ ადამიანს კონდეს საშუალება თუნდაც ჩვენი სტუდიის ფარგლებში და სივრცის ფარგლებში რომ ისაუბრონ და მოყვნენ იმ კრეატიულ შემოქმედებით პროცესზე, არ ვიცი განათება იქნება თუ ხატრობა იქნება, ყველა ადამიანი ჩვენ არაერთხელ ახსენეთ ეს რომ ყველა ადამიანი არის შემოქმედებით პროცესში, მან და არაფერი არ არის შავი საქმე და პირიქით ყველაფერს ჭირდება კრეატიული მიდგომა და აზროვნება და ასე შემდეგ და მოკლედ აგერ ბურთი და აგერ მოედანი, მოკლედ ეთთოქი მაგისთვის არსებობს, რომ ბაჩოს ნომერი ბოლოს ბაჩოს ნომერი მითითებული რეისორებისაც. ხო, კოკას იმედი მაქვს, რომ წლევანდელ წელსაც მოკლედ არ მოგვანატრებს თავს და არაერთხელ გვეწევა ისევ თავისი კამპანიებით და წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო, თქვენ საქმიანობაში წარმატებული წელი მისურვებია და ჩვენს მაყურებელსაც დავემშვიდობები, შევხვდებით ტრადიციულად ხუთშაბათს ახალი ეპიზოდებით. დროებით. მადლობა. მადლობა. Echa.